გამარჯობა ანუნა, მივესალმები მაყურებელს. კი ბატონო, თუ გესნობილი არ არის ტრამპის ადმინისტრაციის ხისტი პოლიტიკა სრულ ძალაშია შესული, მოდი ესე ვთქვათ. უფრო მეტი და მეტი ადამიანების დეპორტაცია ხდება, არა მარტო ქართველების, ზოგადად ემიგრაციაში წამოსული ძირითადად უსაბუთო ადამიანების. ქართველების ის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ გუშინ ჩავიდა და წარმომადგენლები დახვდნენ ეს ადამიანები უკვე პროცესს გავლილები უნდა ყოფილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერჯერობით მათ სასამართლო უნდა გაიარათ, გააჩნია რა გზითაა შემოსული, მაგრამ ვარაუდობ, რომ სასამართლო უნდა გაიარათ. ემის გათვალისწინებით, რომ აქამდე მეტნაკლებად უფრო მობიერი საიმიგრაციო პოლიტიკას ატარებდა წინა საპრეზიდენტო თეთრი საყდრის ადმინისტრაცია, შესაძლებელი არის ადამიანებს უკვე დეპორტი ჰქონდათ გამოტანილი, პროცესი დამთავრებული იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ამ ქვეყანაში პარალეგალურად ყოფნას. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ჭანჭიკებს მოუჭიროს ძალიან სამწუხაროდ ჩვენებისთვის, ქართველებისთვის და ადამიანებს თითქმის ნებისმიერ ფასად ცდილობენ, რომ ეს ადამიანები შეკრიბონ და აღასრულონ დეპორტაცია. ერთ-ერთი გამოვლინება იქნებოდა გუშინ ის, რაც საქართველოში მოხდა ერთ-ერთი ტრანში, ესე ვთქვათ, ადამიანების გადმოყვანილი. კი ბატონო, დიახ. გისმენთ. არა, დაასრულეთ და სხვა კითხვას დაგისვამთ. ხო, ქართველების გარდა, ანუ არა მარტო ქართველები, იმის თქმა მინდა, რომ ქართველებს არ ეხება ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები, საკმაოდ უკვე სწრაფ ეტაპებს გადიან იმისა, რასაც საიმიგრაციო პროცესები ქვია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქართველების გამონაკლისები არ არიან და ყვებიან ამ პროცესში. კი ბატონო. და ბატონ ვალერ, ანუ მთავარი მაინც მინდა გკითხოთ, რა არის მთავარი, რის გამოც სწორედ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს საუბრობ, საქართველოს მოქალაქეები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ წავიდნენ, არ ვიცი, ან სამუდამო, ან გრძელვადიან ემიგრაციაში და წავიდნენ მათ შორის არალეგალური გზებითაც, ხომ? ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა მძიმე გზას გადიან ეს ადამიანები მექსიკის გავლით, რა რთულია ნამდვილად სიცოცხლისთვის საშიშიც, არა უსაფრთხო ესე ვთქვათ ეს გზა, ხო, რატომ? აი თქვენ როდესაც ისმენთ მათ ისტორიებს, ან როდესაც მოგმართავენ ადამიანები დასახმარებლად, რა არის მთავარი მიზეზები, რის გამოც იძულებულები ხდებიან ისინი დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უცხო კონტინენტ, სხვა კონტინენტზე, სხვა ქვეყანაში სამუშაოდ? ანუნა, პირველი სეგმენტი უკვე ყველასთვის ცნობილი არის, ეს არის ფინანსური სიდუხჭირება. რაც ყველაზე დიდი რაოდენობით არის გამოვლენილი იმ ემიგრანტებში, ვინც საქართველოს ჩამოდის, მაგრამ აღსანიშნავი არის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ალბათ ბოლო 1 წელიწადში, ახალი სეგმენტი დაემატა, ეს არის წარმატებული ადამიანების ქვეყნის დატოვება. აქამდე, როდესაც კომფორტულად ვწდობდა რაღაც კატეგორია ადამიანების ქვეყანაში, ფინანსურადაც არ ქონათ პრობლემა, კარიერაც საკმარისად ასე ვთქვათ, მიღწევები და ცნობადასახეები, ამ ადამიანებმა, ბიზნესმენებმა, შოუ-ბიზნეს მონაწილეებმა, მომღერლებმა და ასე შემდეგ ნებისმიერ სფეროდან დაიწყეს ქვეყნის დატოვება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისევ და ისევ ჭარბობს ფინანსური სიდუხჭირე, შემდეგ უკვე წამოვიდა ამ ბოლო პერიოდში. ჩემი დაკვირვებით, ჩემი სუბიექტივი აზრით, ჩემს გარშემო ხდება, ეს არის უკვე წარმატებული ადამიანების სეგმენტი, რომელიც უკვე იზრდება დღითი დღე. ისეთი ადამიანები ხდება და მოდიან და მეხმიანებიან, ვერ წარმოვიდგინდი რომ ადამიანებს. მათი მიზეზი რა არის, ბატონ ვალერ, ძირითადი? აბსოლუტურად პოლიტიკური. შეზღუდვები, პრობლემები, დევნა და ასე შემდეგ. ზოგი ბიზნესის წარმომადგენელია, ზოგი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია, ზოგიც უბრალოდ არ ვიცი, საგანმანათლებლო ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც ძირითადად პოლიტიკური ადამიანები არ გრძნობენ უსაფრთხოს თავს, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში და ნებისმიერ ფასად ცდილობენ, რომ გაეცალონ მაგ გარემოს. მარტო ამერიკაში არ არის, როგორც ვიცი, ევროპაშიც დიდი რაოდენობის ადამიანი გადის საქართველოდან, წარმატებულ ადამიანებს მაქვს საუბარი, მაგრამ ამერიკაც ერთ-ერთი ეს ახალი სეგმენტი დაემატა, რასაც ვაკვირდები ამ ბოლო პერიოდში, ბოლო 1 წლის მანძილზე ძალიან დიდი რაოდენობის ამ სეგმენტიდან შემოსული ადამიანი, რომელიც უკვე ადგილზე ცდილობს თავის საქმიანობის გაგრძელებას, ან ახალი ბიზნესის დაწყებას, ან საერთოდ ახალი პროფესიის დაუფლებას. კი ბატონო, მათი ძირითადი ნაწილიც ალბათ იქნებიან
ახალგაზრდები ხო ესეც არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მიგრაციის კუთხით, განსაკუთრებით ასევე მაღალია მაჩვენებელი პატარა ასაკის გულისხმობა სტუდენტის ასაკი ვისაც აქვს და ძირითადი ტენდენცია არის ისიც აი ჩემს გარშემოც რომ ვინც თუნდაც აი სწავლის მიზნით წავიდა თუნდაც ან შტატებში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში ძალიან ცოტა დაბრუნდა სამწუხაროდ უკან სწორედ იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც ხდება ხომ ქვეყანაში აი თქვენი დაკვირვებით რა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები არიან ესენი როგორი ასაკის ადამიანები ციან აი პრაიმში რო არიან ეგრეთ წოდებულ პრაიმში როდესაც ყვავიან მოდი ესე ვთქვათ ეს ადამიანები ქმნიან საერთოდ გარემოს იმ ქვეყანაში სადაც არიან გინდაც ბიზნეს მიმართულებით გინდაც სხვა მიმართულებით ეს ადამიანები რომელიც ფაქტობრივად ქმნიან სხვადასხვა სფეროში რეალობას ეს ადამიანები უკვე წამოსულები ან ფიქრობენ წამოსვლაზე ან უკვე წამოვიდნენ ახალგაზრდები და სხვა საშუალო ასაკის ადამიანებიც უკვე ძალიან ბევრი შემოდიან წარმოუდგენია რომ გქონდეთ 25 წლის ზევით და განსაკუთრებით 35 წლის ზევით 35 წლის ზევით დიდი რაოდენობის ადამიანი ხდება და უფრო და უფრო პატარავდება სხვათა შორის ეს ასაკი ადრე იმდენად არ ხდებოდა ასე ვთქვათ მოდი 20-25 წლის ესეთ სეგმენტში ადამიანების ემიგრაცია გაახალგაზრდავებულია შეიძლება ესე დავარქვათ ძალიან დიდი რაოდენობის ახალგაზრდების სტუდენტები ან ახალდამთავრებული უნივერსიტეტის ან სხვადასხვა სასწავლებელი ეს ასაკის ადამიანები შემოდის სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან ან ცდილობენ აქ სწავლა გააგრძელონ ან პირდაპირ სამუშაოდ და რა თქმა უნდა ის სეგმენტი რომელიც უკვე შემდგარი ადამიანებია რომელიც უკვე გარკვეულ სფეროებში წამყვან პოზიციებს იკავებდნენ და რაღაცას ქმნიდნენ რაღაცას იგონებდნენ რაღაცას აკეთებდნენ ძირითადად ეს ადამიანები ფაქტიურად ტოვებენ ყველაფერს აგდებენ მოდი ესე ვთქვა ძალიან დიდი რაოდენობა ამ ადამიანებს ფაქტიურად არაფერიც არ მოვაქვთ მაგ ქვეყნიდან არც ქონება არც ან ზოგ საერთოდ საშუალებაც არ ეძლევა რომ ეს თან წამოიღოს და უბრალოდ ყველაფრის ფასად აგდებენ ყველაფერს და ჯდებიან თვითფინანსზე თუ ამის საშუალება აქვთ განსაკუთრებით როცა ვიზა აქვს და მოდიან და ვფიქრობენ რაღაცა გააკეთონ ერთი პლუსი ის არის ამ ადამიანებისთვის რადგან უკვე შემდგარი ადამიანები არიან მეტნაკლებად არ უჭირთ ეგ მინიმუმ ტურისტული ვიზის აღება მაინც ამიტომ ასე თუ ისე უადვილდება თან ქვეყანაში შემოსვლა ვისაც არ უადვილდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ადამიანები ცდილობენ ევროპაში იყონ ახალი სახლი ესე რომ დავარქვათ ამიტომ თან დასანანია ქვეყნისთვის პირველ რიგში იმიტომ რომ ну ეხლა შეიძლება მე ამას არ ვამბობდი მეც ემიგრაციაში ვარ უკვე დიდი ხანი მაგრამ ის ადამიანები ვინც რაღაცას ქმნიან ვინც ფაქტიურად მომავალი უნდა შექმნან ქვეყნის დიდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას სამწუხაროდ კი ბატონო და ბატონო იცით რა მინდა გითხოთ მე მახსოვს თქვენთან მქონდა ინტერვიუ თუ არ ვცდები რა 1 წლის წინ მე მგონი აი რაღაც პერიოდი იყო თითქოს აი მართლაც ესე ვთქვათ ძალიან დიდი რაოდენობის საქართველოს მოქალაქე მიდიოდა არალეგალური გზებით შეერთებულ შტატებში აი დღეს მდგომარეობით როგორი არის ეს მოცემულობა მონაცემები რომ გითხრათ აი რთულ გზას მექსიკის გავლით კვლავ რაღაცა დიდი რაოდენობის საქართველოს მოქალაქე ითხოვს კუთხით რაღაცა ინფორმაციას და დახმარებას თუ შეიცვალა ტენდენცია? იძულებულები გახდნენ რომ შეეცვალათ, ანუ შეცვლილი მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ თეთრმა სახმა ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა იმისათვის, რომ გარკვეული ესეთ ეგრეთ წოდებული ხრელები, ასე ვთქვათ, ამოევსოთ მექსიკის საზღვრის კვეთით გადმოსული ადამიანებისთვის. ფიზიკურად გამოვიდა ისე, რომ პირველ რიგში დაინერგა, უფრო და უფრო გართულდა და უფრო საშიში გახდა ეს გზა და მეორეს რომ რეალურად ქმედებაზე გადავიდა თეთრი სახლის ადმინისტრაცია და უკვე საზღვრის პოლიცია, ესე რომ ვთქვათ, რომელიც მათ დაქვემდებარებაში არის. როგორც საიმიგრაციო პროცესების მიხედვით შეცვალეს გარკვეული რეგულაციები, რომელიც აქამდე აძლევდათ ადამიანებს საშუალებას, რომ შემოსულიყვნენ და ადგილზე უკვე ეძება თავიანთი საიმიგრაციო გზა და მანამ სანამ ეძებდნენ ამ საიმიგრაციო გზას, ახერხებდნენ აქ მუშაობას, ცხოვრებას და საკუთარი მომავლის დაგეგმას. ძალიან შეზღუდულია ეს ფიზიკურად ან ვეღარ შემოდიან, ან თუ შემოდიან საშუალებას აღარ აძლევენ უკვე რომ გამოვიდნენ ტერიტორიულ დატოვონ დროებითი იზოლატორები, საიმიგრაციო იზოლატორებზე საუბარი და გააგრძელონ უკვე პროცესი ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით ზოგადად შემცირებული არის სტატისტიკურად იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც
საზღვრიდან, ანუ მექსიკის საზღვრიდან შემოდის, რა თქმა უნდა, ქართველებიც არიან ამ სიაში. ზუსტი სტატისტიკა ამ ეტაპზე ამა წლის ჯერჯერობით მე არ მინახავს, სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიდება, ანუ მომავალი წლისაც უკვე ეროვნება შევხედავთ, რამდენი ადამიანი გადმოვიდა და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადი სტატისტიკა არსებობს და საკმაოდ შემცირებული არის, თუ არ ვცდები ბოლოს რომ საუბრობდნენ 60%-ით იყო შემცირებული სამხრეთ საზღვრის კვეთით შემოსული ადამიანების რაოდენობა, თუმცა მე ცდილობენ უკვე სხვადასხვა გზები იპოვონ, ისევ და ისევ ლეგალური გზები, რომელიც რა თქმა უნდა უფრო ართულებს პროცესს და ეს არის იგივე სხვადასხვა ტიპის ვიზის მოპოვება და უკვე ამ ვიზის გამოყენებით ქვეყანაში შემოსვლა. მექსიკის საზღვრის კვეთით შემოსვლა ძალიან გართულებული არის, ამას ხაზი რო გაუსვათ და შესაბამისად დროებით ან შეიძლება ესეც გაგრძელდება, მანამ სანამ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება სათავეში, სავარაუდოდ თითქმის შეუძლებელი გახდება ამ გზის გამოყენება. ყოველ შემთხვევაში წარმატებულად რომ დასრულდეს, თორე ხო ვიღაცამ თუ დაადო თავი და მაინც შემოვარდა საზღვარზე, ეს იმას ანიშნავს სამწუხაროდ რომ აქ ადგილზე ხელგაშლები დახვდებიან. ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწევს და ძირითადად ალბათ გაატარებენ დროს მაინც დროებით საიმიგრაციო იზოლატორებში და შემდეგ უკვე გაევლიან პროცესებს, როგორც სასამართლოს პროცესები ქვია და დიდი ნაწილი ამ ადამიანების გაბრუნდება უკან იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მანძიებლებს თავისი რეგულაციები აქვს და მოთხოვნები და როგორც აქამდე აღნიშნეთ, ძირითადად ვინც სამხრეთ საზღვრის კვეთით შემოდის, არის ფინანსური სიტუქჭირას გამოქცეული ადამიანები პირველ რიგში და შესაბამისად სამწუხაროდ ეს პროგრამა არ ითვალისწინებს ფინანსურ სიტუქჭირას, როდესაც თავშესაფარს ითხოვს ადამიანი.